მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ერთ კვირაზე მეტია ვლოგი არ გადამიღია. სახეზე მეტყობა კიდევაც ვირუსის დაღი. ქონდა მოკლედ B-ტიპის ვირუსი. ფაქტიურად წერილი წავიღეთ ვიცინი ვარ, ანუ ვიყავ ძალიან ცუდად. 6 დღე და ღამის განმავლობაში მქონდა სიცხეები. ზურა რო არ ყოლოდა სახლში, არ ვიცი რა მეშველებოდა. ფაქტიურად მოუწია გაჩერება, არ მუშაობდა, იმიტომ რომ მე ვეგდე საწოლში არაფრის თავი არ მქონდა, ერთადერთი ნარგოს როცა ჭირდებოდა რამე მაგ დროისთვის ვდგებოდი. არ ვიცი ხალხო, ეს რა გაუსაძლისი რამე ყოფილა, არ ვიცი, ანუ უცებ დამეწყო სიცხეები, უცებ დამეწყო კუნთების ტკივილი. გადავიდეთ აქ თორე ისევ გადათხრილია ყველაფერი. ხო და დამეწყო გაუსაძლისი თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, ძვლების. ყელი არ მტკიოდა საერთოდ. თუ მახველებდა ვაიდე და იმ დახველებას. ანუ მსგავსი საშინელება არც კოვიდის დროს არა მაქვს გამოვლილი. თანცდა. გონი უსაძისღლესი კვირა მქონდა. მქონდა რა, მთელ ოჯახს მქონდა უსაშინლესი და უსაძისღლესი კვირა. გადაედო ზურას. მე პირველი დღეა რომ სამსახურში მივდივარ. რა თქმა უნდა, სამსახურში არც მე არ დავდიოდი. ხო და ზურა თითქოს შედარებით უკეთა, თითქოს. მაგრამ ევეკოსაც სიცხე აქვს. დანი აგერა მყავს, ქალბატონი. დანიკო. წიწილას ჯვარისწერია კარგად არის. ნარგოც ასე თუ ისე კარგად არის, ამ მხრივ ნახოთ იმედია. აწე არ გამოიჩენს თავს ეს ვირუსი. გეფსებით მეტყველების უნარი მაქვს წარსმეული, იმდენად რთული კვირა იყო, ძალიან რთული. მსგავსი ტკივილები, მსგავსი სისუსტე, სიცხე განუწყვეტლი, ანუ სიცხე ამიწევდა, დავლევდი დამწევს, დამიწევდა, გავიდოდა წამს მოქმედების დრო ისევ ამიწევდა. ლამის ჭკუიდან გადავედი. როგორც კი სიცხე მომიწია და სამმაგი ტესტი გავიკეთე. ბატონო დედა. ხო, დედა. ისტორიას ყოფა. ხო, დედა. ხო და გავიკეთე სამმაგი ტესტი. A-ტიპის, B-ტიპის ვირუს და კოვიდს რო აჩვენებს და B-ტიპის ვირუსზე მიჩვენა დადებით. დაურეკე პედიატრს და არაფერი არ გჭირდებაო, მოთმინებაო, ძალიან ბევრიო სიცხეებიო და სიცხის დამწევია. მე უკვე ძალიან გამიგრძელდა მაღალი სიცხეები უკვე 5 დღე მქონდა. ჩვენ სახლთან ახლოს გამოწიედა და ჩვენ სახლთან ახლოს დავნიშნე ვიზიტი პათოლოგთან და იმანაც ზუსტად ესე მითხრა, რომ 1-2 დღეო ვაცადოთ სიცხეს კიდევ თუ არ მოგიგვარდება ეგ საკითხიო, მაგ შემთხვევაში ანტიბიოტიკიო თუ არა და 2 დღის შემდეგ სიცხე თუ არ გექნებაო, არ გჭირდება ანტიბიოტიკიო და მართლაც მეორე დღეს მქონდა სიცხე და მე უკვე აღარ. მაგრამ სისუსტე ჯერ კიდევ მაქვს.
ჯერჯერობით. ესეთი ამბები გვაქვს რა. ეხლა ვაცლობ, რომ ევეკო გამოვიდოდეს მალე მდგომარეობიდან და ნარგოს არ შეეხებოდეს. მაინც ერთ სახში რო ხარ რთულია. რაც უნდა თავი არიდო, რაც არ უნდა დაისპირტო, დაიცვა ყველა ნორმა ერთ სახში ყოფნის დროს ძალიან რთულია. და ნახოთ. ასეთი რთული კვირა გავიარეთ, ბატონო და დანიკო დავტოვე ბაღში. ვიყიდე ყავა, უკვე სამსახურში ამოვედი. ქალბატონი ჯელა გამოვიყვანეს ასეირნოთ, ზურას ველაპარაკე ხა ამ წუთში და ევეკოს ამ წუთში არა აქ სიცხე. მე იმდენი საქმე მაქვს სამსახურში, რომელი თავიდან დავიწყებ არ ვიცი. ზურა მეუნება შეძლებო ეხა მუშაობასო, შევძლებ. რაღაცნაირად მოვიკრიბავ ძალას და შევძლებ. წაღან ჩემი ნანუკამ წერდა და რთულია ძალიან ესე ყველაფერი ერთად რო დაგატყდება თავს, სანერვიულო, საფიქრალი. მერე თითქოს შიშიც გიპყრობს ადამიანს და ნანუკა მეუბნებოდა რომ ხო იციო, უფალიო ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რასთანაც გამკლავება არ შეგვიძლიაო და დადებითად იფიქრე ყველაფერსეო და იმაზე იფიქრე, რომ ყველაფერს შეძლებ, ყველაფერს გადალახავო და იმდენად მამშვიდებს. რამხელას ნიშნავს ადამიანური სიტყვა, გვერდში დგომა, თანადგომა. ამ ემიგრაციაში ხვდები, რამხელა ძალა აქვს იმ ადამიანებს, ვინც ესე გვერდით გიდგას. მორალურად, ფსიქოლოგიურად, არა აუცილებელი მანდამაინც ჩვენს გვერდით იყოს ადამიანი. ესე ორი სიტყვაც რომ მოგწეროს, ისიც გაძლიერებს და ბედნიერება ასეთი ადამიანების არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად მარტო ვუმკლავდებით ამ ყველაფერს, მე და ზურა ესე გამოდის. მაგრამ ამ ყველაფერსაც გადავლახავთ თქო და შემოუძახო ჩემ თავს. უბრალოდ მეც ძალიან დამაგდო ამ ვირუსმა. დამაგდო კი არა, გამანადგურა იგეფიცებით. ახლა ინსტაგრამზე ვინც არიან ჩემი გამომწერები, იქ ტვირთავდი შეძლების დაგვარაც თორებს, ვლოგები არ ამიტვირთია, კარგა ხანია. იმიტომ რომ დამონტაჟების თავიც არ მქონდა. ხო და ახლა მთავარი საფიქრალი რაც მიტრიალებს თავში რომ ნარგო დავაყენოთ ფეხზე. თვითონაც ძალიან შემართებითაა, ცოტა შეგვაშინა წინა დღეებში. შევეცადე ფეხზე დამეყენებინა და შეგვიწუხდა და ცოტა შეგვაშინა კი არა, მე და ზურა ლამის ერთი სიკვდილი გავათავეთ. ხვალ პათოლოგი უნდა მოვიდეს, უნდა გასინჯოს და 27-ში ვიზიტი აქვს საავადმყოფოში დანიშნული და სამწუხაროდ, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ მის წაყვანას, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, იმიტომ რომ გიფსი აქვს ძალიან ზემოთ ბარძაყამდე და ესე ვერ წაიყვან სახლიდან შენი დამოუკიდებლად შენი ძალებით ერთი სიტყვით. ხო და წინა დღეებში უნდა დავრეკო სასწრაფოში და უნდა შევუთანხმდე, რომ მოვიდნენ და წაგვაყვანინონ. მაგრამ არა, ამ ყველაფერს გადავლახავთ, თქო ჩემ თავს უძახი ახლა, რომ ცუდი ფიქრები თუ
ატრიალე თავში მე რო უკვე იმ ცუდ განწყობაზე ხარ და ამ შიშებს უფრო მეტად აყავხარ ადამიანი. ამიტი გვაქვს არაჩვეულებრივი. ასე გინდა იჯდე და მზეს მიეფიცხო. ცხვირი რა დღეში მაქვს, არ შეიმჩნიოთ. ნეტა ამაზე მეტი საფიქრალი და სადარდებელი არ მქონდეს. ხოდა ეგრე რა. ესეთი ამბები გვაქვს ოჯახში. თმა გამეზარდა. ეხლა რო დამინახა ჩემმა ქალბატონმა გაგიჟდა როგორიო დაფერთხილი ხარო ერთიანათო გეტყობაო რომ ძალიან ცუდად იყავიო, იმიტომ რომ ცოტა ისე ეჭვის თვალით უყურებენ სამსახურის გაცდენას, რო უთხარი გამოუგზავნე წერილი, გამოუგზავნე ტესტი, რო გავიკეთესე მაგი იმის ფოტოც, კიდე ბოლომდე თითქოს არ ჯეროდა რომ ასე ცუდად ვიყავი და ეხლა რო დამინახა გეტყობაო სახეზეო რა ცუდად ყოფილხარ მართლაო და ეხლა ნელა-ნელაო იმუშავეო, არა აუცილებელი რომ ყველაფერს ერთიანად მოედო და აქ იმნაირი სიტუაცია კატასტროფული. არა უშავს ნელ-ნელა გავართმევ თავს. ესეთი ამბებია. ამ ყველაფერსაც გადავაგორებთ, მე ამის მჯერა. ასე უნდა უძახო ჩემ თავს. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. მით უმეტეს როცა შენს საყვარელ ადამიანებს ეხება, მე მგონი ანუ როცა შენ ხარ ავად იმას არ განიცდი იმდენად, რამდენადაც შენი ოჯახის წევრების ავადყოფნას და ცუდად ყოფნას განიცდი და განერვიულებს ეს მდგომარეობა. ყველაფერი მოგვარდება. ვიფიქროთ ესე. ხო ჯელა? წავედი ახლა. ვიმუშავე. მე შემოსეყვალეს დანიკუნას გაული. და წავიყვან სახლში. ეხლა ევეკუარი ნარგოსთან, ზურა მოლის ასეირნებს. ზურა მასაუზმა ნარგო მიხედა გოგოებს. და ესე ერთობლივად ვუმკლავდებით ამ ყველაფერს. ხო ჯელა? ჯელა სასაცილო. ტიროდა რო დავინახა, ისე გაუხარდა. დიდი ხანია რო არ უნახივარ აქნას. უყვარვარ და გოგო. მე ძალიან მიყვარხარ გოგო. წავედით მოკლედ ვიმუშავ. მოვჩი მუშაობას. მართალია გამაყუჩებელი დავლია და ისე მუშაობდი, მაგრამ რაც თავარია შევძელი ვიმუშავე. ცოტა გვიან მომიწია გამოსვლა, მაგრამ არა უშავს. დანიკო უკვე სახლში ყავს ზურას. ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. საოცრად წვიმს. და მე ვარ ქოლგის გარეშე, ჩემი ეტლით. ეხლა როგორმე უცებ უნდა ჩავიდე გაჩერებამდე. და იმედია რუსიკამდე არ დავსველდები. მოკლედ წავედით. მოვდივარ წვიმაში. თავზე ეტყობა არ ვიცი. ტანზე სველი ვარ. კი ვარ გაწუწული. ქათამივით და მომდის ზურას წერილი. კიდე იარეო. ანუ შენობასთან ახლოს ვარ. ანუ არ დაცვალდეო, რა საყვარელი ხარ, სიხარულო. არ მეგონა დღეს თუ ესე მუშაობა შევძლებდი, გეფიცებით. მე ისეთი ძალა გამოცლილი ვიყავი და ისეთი დაგდებული და რა ვიცი,
ყველანაირ უნარ შესხუთული ვიყავი ეს დღეები. არ მეგონა მე თუ დღეს ამ სამსართულიან სახლს მოვერეოთ. მართლა არ მეგონა. მაგრამ ღმერთის წყალობით შევძელი მოვჩი ამ ყველაფერს და მივდივარ სახლში და ახლა რომ მივარ ცხელ შხაპს გადავიდლებ. მე უკვე სახლში მივხედავ საქმეებს. ეხლა რომ მოვედი სახლთან უკვე ეხლა შეწყვიტა ისა კაპაწკუტი. სანამდე გაჩერებასთან ჩამოვედი, გაიგიჟა თავი. გამომაფხესლა წვიმი. წავედით სახლში. ისევ წვიმს და წინც კლავს. მე მივედი სახლში. ნახე უცებ ჩემები ნარგოს მივხედე. მოვაწესრიგე ყველანაირად და გამოვიქეცი ხა. პეპკოში უნდა გავიქცე რაღაც საქმე მაქვს, მანამდე წყალი გათბება და რომ მივბრუნდები წყალს გადავივლებ. ისევ წინც კლავს. ვიყავი პეპკოში, ვიყიდე რაც მინდოდა და ესეთი ორი რვეულ ბლოკნოტი უყიდა გოგოებს, მოყვება თავის ფანქარი. ადრე მქონდა ნაყიდი ეველიკუნაზე, შიგნით არის შავი ფურცლები და აი ამ ფანქარი არ არის, უფრო სწორედ ფანქრის ფორმა აქვს, სწორედ წვეტი აქვს ჩვეულებრივი ხის და უნდა გადაფხიკონ ეს შავი ფურცლები, რაც შიგნით აქვს ამ ბლოკნოტს და სხვადასხვა რაღაცებს აღმოაჩენენ. მე წამოვიღე ცხოველების და ვნახოთ აბა თუ მოეწონებათ. ორივეს ერთნაირად წამოვიღე, რა თქმა უნდა, რო არ იჩხუბონ, თორე ისე კი ვიფიქრებთ, რომ ერთს წამოვიღებდი ამ ცხოველებს და მეორეს ზღვის ბინადარები იყო კიდე. მაგრამ მე ვარჩე რომ ორივეს ერთნაირი ქონდეთ, რო არ იჩხუბონ და წავედით ახლა. წავუღოთ გოგოებს გაერთობიან საღამოს.